სოფელ დიღმის მკვიდრმა ბიჭიკო ვარდოსანიძემ დახმარებისათვის ანტიკორუფციულ ცენტრს მას შემდეგ მიმართა, რაც ვერც საქართველოს პრეზიდენტისა და ვერც თბილისის მერის გიგი უგულავასაგან მიუხედავად მრავალჯერადი თხოვნისა პასუხი ვერ მიიღო. ანტიკორუფციული ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბაზაზე შავი ზღვის ფონდის დაფინანსებით მუშაობდა. პროექტის განმავლობაში ჩვენ გვაკითხავდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი უფლებები იყო დარღვეული ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან და ისინი მოითხოვდნენ ჩვენგან სამართლებრივ კონსულტაციას, დახმარებას. ბიჭიკო ვარდოსანიძე სოფელ დიღომში ცხოვრობს. სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ის 1993 წლიდან მუშაობდა. 1991 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ინსტიტუტებს მათ საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გაცემის უფლება მიეცათ. 91-92 წლები როგორი წლები იყო საქართველოსათვის, გრევისა და განადგურების პერიოდი იყო, ყველაფერი ესე იგი გასწორებული იყო მიწასთან და ჩემი ინიციატივით დირექტორთან დავსვი საკითხი, რომ მაინც განადგურებულია ეს მიწა, სამსახურისათვის გამოუყენებელი არის, ხო და გთხოვთ მოგცეთ იჯარით, ვინაიდან დადგენილება არსებობს. იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი მანჯერ შემოღობა, შემდეგ წყალი შეიყვანა და მრავალწლიანი ხეხილი გააშენა. ხელშეკრულების პირობებში მინისა და ბეტონის გორებად ქცეული მიწის გასუფთავება შედიოდა, რაც საკმაოდ თანხას მოითხოვდა. ზოხუმიდან დევნილი ცინარა, ლომაია და აკაკი დადიანი სოფელ დიღომში 1996 წელს დასახლდნენ. ამ დროს ბიჭიკო ვარდოსანიძეს, როგორც ისინი იხსენებენ, უკვე ხეხილიანი ბაღი და პატარა სახლია ეშენებინა. არა, ჩვენ მანამდე მაგას არ ვიცნობდით, როგორც მეგობარი მე გავიცანით. ეზო ქოდა რომ ჩემი ქადმები სულ შედიოდით თან და უყურდნენ და გასაგუშვერ და აქ ქონდათ დაგვეთი. რაც აქ მოვედი, ბიჭკოს ვიცნობდი, ვაგაროჩე მუშავედი, ბევრჯერ მომიხმარია, პატმიცია და ახლა ვარ იმის შემდეგ ერთმანეთთან კარგად ვართ, მეზობლურად, მეგობრულად. იჯარის 5 წლიანი ვადა 1997 წელს ამოიწურა. 1999 წელს ბიჭიკო ვარდოსანიძეს მეორე 20 წლიანი იჯარის ხელშეკრულება გაუფორმეს. 2004 წლის 30 დეკემბერს, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა ბოლო 20 წლიანი იჯარის ხელშეკრულება გააუქმა. 2005 წლის იანვრიდან ბიჭიკო ვარდოსანიძე სოფელ დიღომში, დიდგორის 66 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთს უკვე ხელშეკრულების გარეშე, ანუ თვითნებურად ფლობდა. იჯარით მქონდა აღებული, ვიხდიდი იჯარის გადასახადს 2004 წლამდე ადგილზე, 2004 წლის შემდეგ იზოლებული გავხდი, რომ ესე იგი მიმემართა საგადასახადოში ავსულიყავ იქ აღრიცხვაზე, ჩემი კოდი მაქვს მიღებული და ვიხდი 2005 წლიდან დღეის ჩათვლით გადახდილი მაქვს ისა მიწის გადასახადი. 2005 წლიდან იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის დაკანონებას მცხეთის მუნიციპალიტეტს სთხოვდა. ბოლოს კი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას მიაკითხა. თუმცა მას პასუხობდნენ, რომ ახალი კანონი მზადდებოდა და მისი პრობლემაც მოგვარდებოდა. მართლაც 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა ცნობილი კანონი მიიღო, რომელიც მოქალაქეებს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწას უკანონებდა. ახალი კანონი ბიჭიკო ვარდოსანიძეს მიწის უპრობლემო დაკანონების შანსს აძლევდა, რადგან კანონის ყველა მოთხოვნა საკმაყოფილებდა. ქალაქ თბილისის მერიას მან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა. მერიაში წარდგენილ მის განცხადებასთან 19 ფურცლიანი დოკუმენტების ნუსხა ერთვოდა. წარადგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები და მოითხოვა მის მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება. პირველი ასე ვთქვათ ფაზა, პირველი საფეხური მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიასთან სრულდება ისე, რომ მას მოსთხოვეს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა. დეკემბრის თვეს მან დოკუმენტები წარადგინა კანონით დადგენილი წესით. როგორც ბიჭიკო ვარდოსანიძე იხსენებს, მერიაში ჩაბარებულ განცხადებას ყოველდღე აკითხავდა. ორჯერ ოფიციალურად ქალაქის მერს გიგი უგულავას მიმართა. განცხადების ჩაბარებიდან 7 თვის შემდეგ მხოლოდ ის გაარკვია, რომ ურბანული დასკვნა გაიარა და განხილვას ელოდებოდა. თუ რატომ არ უკანონებდნენ მას მიწას, ამ კითხვაზე მერია თვეების განმავლობაში პასუხს არცემდა. ბიჭიკო ვარდოსანიძე ეჭვობს, რომ მისი განცხადების განხილვის შეფერხება მისი ნაკვეთის მეზობლად 2008 წლის ზაფხულში დაწყებულმა მშენებლობამ გამოიწვია. სახლიდან უყურებ დღისით, მეუღლემ დამიძახა, რომ ვიღაცებიო გადავიდნენ იმაში. ამას გეუბნებით 2 წლის უკან, ხო? გამოვიქეცი, ჩამოვედი, ვინ ხართ, ვეუბნები? ეს ადგილიო ჩვენიო გაყიდულიაო უკვე. რა საბუთი გაქვთ, მე ვთხარი, მაჩვენეთ მე. და მაჩვენეს ეს პროექტი, რომელიც ესე იგი იმასავეთ იყო. აქ იყო 57 მეტრი,
ჩამოდიოდა ჩემს ადგილში, იქით ჩამოდიოდა 6 მეტრი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მშენებლები კომპანია ვისოლის შვილობილი კომპანია ველაჯიოდან იყვნენ. სოფელ დიღომში 3440 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი სახელმწიფომ ამ კომპანიას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით პირდაპირი განკარგვის გზით 5000 ლარად მიყიდეს. შეპესე ველაჯიო დიღომში სპორტულ კომპლექსს აშენებდა. მშენებლობის პროცესს ვარდოსანიძის ბაღის მცირე ნაწილი შეეწირა. მათ შორის იყო მრავალწლიანი კაკლის ხეებიც, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. როგორც ბიჭიკო ვარდოსანიძე აცხადებს, ვისოლის წარმომადგენლებმა მას გარიგება შესთავაზეს. მიშა ჯიქია არის, ეს კამანდრობდა ამ საქმეს, მიყავდა ლელო აქ, ხო რა. მერე ძმები იყვნენ, წყალტუბოდან ვართო, მეც დასავლეთიდან ვარ წარმოშვებით და ბატონო ბიჭიკო, თუ ესე იგიო რაღაცაო შევთანხმდებითო გესმისო, ამ ადგილითაც დაინტერესებული ვართ ჩვენო. ვუთხარ როგორ დაინტერესებული ვარ. როგორო და ჩვენო ხალხი ყავსო გესმის მერიაში. ამასო გავაფორმებთო შენზეო და მერე შევისყიდით ჩვენ. არა, დაკანონებით კიო, პრობლემა არ გექნება, მერვე შემამთავაზეს, მე ვთხარი მაგალითად ლაპარაკი აღარ იყოს მეტი. თბილისის მერიაში განცხადების წარდგენიდან 9 თვის შემდეგ ბიჭიკო ვარდოსანიძემ საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლო დავის პროცესში კი გაირკვა, რომ კანონი შეიცვალა და ბიჭიკო ვარდოსანიძეს მერიაში ახალი განაცხადის შეტანა მოუწევდა. თუმცა როგორც იურისტი ირაკლი ცნობილაძე აცხადებს, კანონში შეტანილ ცვლილებას ბიჭიკო ვარდოსანიძის ნაკვეთის დაკანონებაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა. თუ კანონში შეტანილი ცვლილებამდე მე შემავს განცხადება, შესაბამისმა ორგანოებმა, შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებებმა უნდა აიღონ ვალდებულება თავის თავზე იმოქმედონ კანონის შესაბამისად და მიიღონ გადაწყვეტილება იმ დროს არსებული ნორმებისა და მუხლების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ მიერ გაწელილი დრო და მათ მიერ დარღვეული ვადები განცხადების განხილვის არ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ შევიდა ცვლილება და ამის გამო მე შენ გეუბნები უარს. იმიტომ რომ ჩემს მიმართ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, მხოლოდ იმ ნორმების და მუხლების საფუძველზე, რომელიც ჩემი განცხადების შეტანის მომენტში, განცხადების რეგისტრაციის დროისათვის არსებობდა. 2008 წლის 18 დეკემბერს მან კვლავ მიმართა მერიას და იმიწის ნაკვეთის დაკანონება ითხოვა, რომელსაც 1992 წლიდან ფლობდა. მერია მას ასეთი პასუხი გაცა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომ კომპეტენტური ამ შემთხვევაში იყო არა ვთქვათ საკუთრების უფლების აღიარების კომისია, არამედ საჯარო რეესტრი. საჯარო რეესტრმა სოფელ დიღომში არსებული მიწის ნაკვეთი ვარდოსანიძეს არ დაუკანონა, რადგან ბიჭიკო ვარდოსანიძესთან 1999 წელს დადებული 20 წლიანი იჯარის ხელშეკრულება 2004 წელს სახელმწიფომ გააუქმა, რის შედეგადაც ნაკვეთმა თვითნებურად დაკავებული მიწის სტატუსი მიიღო. 2007 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კი ნათლად განსაზღვრავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწას მერია არეგისტრირებს, ხოლო საჯარო რეესტრი მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის დაკანონებაზე მუშაობს. 2009 წლის 10 ივნის ბიჭიკო ვარდოსანიძემ ქალაქ თბილისის მერიას მესამედ მიმართა და მიწის ნაკვეთის დაკანონება კვლავ მოითხოვა. და უკვე თვით როგორც თვითნებურად დაკავებული მიწა მან ისე მიმართა, ვინაიდან ყველა მოთხოვნა საკმაყოფილებდა, ვიმეორებ, ანუ 92 წლიდან მის ფლობდა ამას და ეს არავის არ გაუპროტესტებია, ჰქონდა საჯარო რეესტრის ცნობა, რომ შესაბამისად საკუთრების უფლება არ ირიცხებოდა 3000 კვადრატულ მეტრზე არსებულ სოფელ დიღომში. მას ჰქონდა მოწმეთა ჩვენებები, მეზობლების დასტური, რომ ნამდვილად ფლობდა, იხდიდა წლების განმავლობაში მიწის გადასახადს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და ყველა დოკუმენტი ჰქონდა, რომელსაც კანონმდებლობა მოითხოვს, რათა დაგიდგინდეს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც თქვა თვითნებურად გაქვს დაკავებული. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ხდომა მერიაში 18 სექტემბერს შედგა. არანაირი პრეტენზია მათ არ გამოუთქვა ჩვენ მიმართ. ჩემმა წარმომადგენელმა უთხრა, თუ რაიმე გაქვთ, თუ რაიმე შეიძლება რომ ესე იგი არის რომ საპრეტენზიოა და რაღაც ან საბუთი გვაკლიან რაღაც, ასეთი არაფერი არ არის, რომ 10 დღის მერე მობზანდებითო და გადაწყვეტილებას მიიღო. საბოლოო პასუხი კომისიიდან 2 თვის შემდეგ მიიღო. საკუთრების აღიარების კომისიამ გადაწყვიტა, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე უარი ეთქვა ბიჭიკო ვარდოსანიძეს, ვინაიდან კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მიზანშეუწონლად მიაჩნია. ნიშანდობლივია, რომ კანონი, რომლითაც კომისიის მუშაობა რეგულირდება, აღიარების მიზანშეწონილობას საერთოდ არ ცნობს, თუმცა ეს ფაქტი მერიის იურიდიული სამსახურისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა.
კომისიამ თავის გადაწყვეტილება არ დააფუძნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53 მუხლის მოთხოვნებს და არ დაასაბუთა გადაწყვეტილება. თუ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა, რაში მდგომარეობდა ბიჭიკო ვარდოსანიძისთვის უარის თქმის მოტივაცია, საფუძველი, რა ინტერესები ჰქონდა ისეთი თქვათ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, რომ ამ ადამიანისთვის უნდა ეთქვათ უარი. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ორგანოს მხრიდან არის კანონდარღვევა, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სახელმწიფო დაწესებულებას შეუძლია უარი განაცხადოს უფლების აღიარებაზე, ანუ საკუთრების უფლების აღიარებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მოთხოვნა, კონკრეტული განცხადება, კონკრეტული პირის განცხადება არ ექვემდებარება, არ შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას. მერის უარი ბიჭიკო ვარდოსანიძემ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძემ ამ ჯერზე უკვე ჩათვალა, რომ ვარდოსანიძე დიდგორის 66-ში მდებარე მიწისნაკვეთს თვითნებურად არ ფლობდა და მისი საჩივარი ადმინისტრაციული აქტის ბათილობის შესახებ არ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არც სააპელაციო სასამართლოში შეცვალეს. მაშინ ზურგზე მქონდა მოკიდებული ეს მიწა, არ ვიცი. მერის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მან ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა. მე ვერ ვხედავ პრობლემას, თუ კი ყველა დოკუმენტი არის წესრიგში, შეგვიძლია თქვა, რომ თითქმის 100%-ის შემთხვევაში საკითხი წყდება დადებითად და მე მსგავს პრობლემებს ყოველ შემთხვევაში თუმცა მოდი თქვა, რომ შეიძლება მერის პოზიცია ჩვენთან პრესამსახურის წარმომადგენელმა თეონა შათირიშვილმა გაახმოვანა. მას ეს ტერიტორია ქონდა იჯარით აღებული სარგებლობაში და შესაბამისად, რადგან არის სახელმწიფო მიწა, დაკანონებას არ ექვემდებარება. ბიჭიკო ვარდოსანიძის საქმე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ თბილისის მერიის საკუთრების აღიარების კომისიამ მისი უფლებები შელახა. როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ მოთხოვნები ადმინისტრაციული კოდექსის არის დარღვეული და აქტი გარკვეულწილად არის დაუსაბუთებელი და არ ეფუძნება იმ ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტების გამოკვლევას, რაც რეალურად კანონით ავალია კომისიას, იქიდან გამომდინარე, რომ კოდექსი პირდაპირ ითხოვს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ყველა ეს ფაქტორები უნდა იქნეს შესწავლილი და გათვალისწინებული, შესაბამისად მივდივარ დასკვნამდე, რომ არის აქტი გამოცემული კანონის დარღვევით. სახალხო დამცველმა მერიას რეკომენდაციით მიმართა და ბიჭიკო ვარდოსანიძის დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა. ჩვენ ვითხოვთ სახალხო დამცველის რეკომენდაციით ბატონი ვარდოსანიძის დარღვეული უფლების აღდგენას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ კომისიის გადაწყვეტილებამ რეალურად შელახა ბატონი ვარდოსანიძის უფლებები. სახალხო დამცველის რეკომენდაციას მერია ჯერ არ გამოხმაურებია. ბიჭიკო ვარდოსანიძე უზენაეს სასამართლოში მისი საქმის განხილვას ელოდება. იმ დროს, როდესაც ბიჭიკო ვარდოსანიძეს თვეების მანძილზე პასუხს არ ცემდნენ, თბილისის მერიას დიღმის ტყეპარკში, რეკრეაციულ ზონაში მიტაცებული სახლის მობინადრეებმა მიმართეს და თვითნებურად დაკავებული სახლის დაკანონება ითხოვეს. მთავრობისგან სახელმწიფო მოყიდა. დიახ, სახელმწიფო მოყიდა. მიწაზე ეს. კანონი რაც შენია. დიღმელებმა მერიას 2008 წლის 28 იანვარს მიმართეს, თუმცა კანონი ცალსახად კრძალავს რეკრეაციულ ზონაში მიტაცებული ობიექტების დაკანონებას. 4 დღეში მერიამ მათ სახლი დაუკანონა. ამ სახლის მობინადრეთა შორის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის ოჯახიც არის. ვარძელაშვილის დედა სტუდია მონიტორის გამოჩენამ გააღიზიანა.